საკონსტიტუციო სასამართლოა პროტესტის ეპიცენტრი ამ წუთებში ბათუმში, სადაც გაბრაზებული მოქალაქეები პლენუმის სახელმწიფო გადაწყვეტილების შემდეგ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების პროტესტი აქ არ სრულდება, ყველა ვინც ეწინააღმდეგება ივანიშვილის პოლიტიკური კლანის კრემლისტურ გეგმას, ახლა მსვლელობისთვის ემზადება. ჩვენი ჟურნალისტი თეა ვაშალომიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება ბათუმში. დიახ პატა, მე-6 დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია არ წყდება. მინდა კადრში გაჩვენო თუ რამდენად ბევრი ადამიანი მოდის საპროტესტო აქციაზე. აქციები დილიდან იწყება ხოლმე ამ წუთებში. აქციის მონაწილეები ქალაქის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან, მათ გადაკეტეს ბათუმის შემოსასვლელი გზა. ისინი სახამოს აქცია 8 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. იცით რომ საკონსტიტუციო სასამართლო იყო ეპიცენტრი პროტესტისა, რადგან საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი არ მიიღო წარმოებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით პოლიტიკოსებს, გიორგი კირთაძეს ხედავ. გიორგი, როგორ შეაფასებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას? სამარცხინო გადაწყვეტილება იყო, ბუნებრივია. მაშინ როცა მთელი ქვეყანა შიგნით ჩვენი საერთაშორისო მეგობრები უკლებლივ ყველა ამბობს, რომ არჩევნები მინიმუმ სერიოზული ხარვეზით ჩაიარა და ფარულობის ნაწილი განსაკუთრებით ბოლომდე იყო დარღვეული, ანუ გასაუქმებელი ქონდა საკონსტიტუციოს არჩევნების შედეგები, ამის ნაცვლად განხილვაშიც კი არ მიიღო. თან ყველაფერი ეს ხდება იმის ფონზე, როცა არ ვიცი 100,000-ობით ადამიანი არის ქუჩაში გამოსული. ის რაც ეხა ბათუმში ხდება, წარმოუდგენელი რამ არის. ალბათ აჭარის რევოლუციაზე 2004-შიც კი ამდენი ადამიანი არ ყოფილა ქუჩაში გამოსული. 1000-ობით სხვადასხვა თაობისა და ასაკის მოქალაქე აპროტესტებს ბათუმშიც და მთელ ქვეყანაშიც იმას, რაც ხდება. ცუდი იყო ცალსახად საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, თუმცა მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება, იქნება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები და ჩვენი გზა ბუნებრივია არის ევროპაში. მადლობა, მირდად ხამადაძეს ხედავთ აქ, მირდად, რომ ითხრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც დაახლოებით 2 საათის წინ გამოცხადდა, პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო და დეპუტატების სარჩელი არ მიიღო წარმოებაში და რამდენად აქტიურია ზოგადად ბოლო დროს ბათუმი და მთლიანად საქართველო ბუნებრივია და თბილისი. არათუ ბოლო დროს ბოლო კითხვიდან დავიწყოთ, ბათუმი აქტიურია ყოველთვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ავანგარდში დგას ძალიან ხშირად და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. ვხედავთ რომ ბათუმში ამდენი ხალხი ძალიან იშვიათად გამოსულა საპროტესტო აქციებზე და გასაგებია მოთხოვნა, ხელახალი არჩევნებია მთავარი მოთხოვნა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. ამ ქვეყანაში დაერღვა კონსტიტუციურობის მთავარი პრინციპი ფარულობა და ნების კონტროლი მიმდინარეობდა პირდაპირ და ამას თავად ქართული ოცნებაც არ უარყოფს, ხო, როცა საუბრობენ, რომ აი გვახსოვს განცხადება ცესკოსი, რომ ნუ გადამაყოლეთ რაღაც ამ გაჟონვას და რომელიც რეალურად იყო ფარულობის დარღვევა სინამდვილეში და საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ბუნებრივია ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუციები აღარ არსებობს ძალიან დიდი ხანია, როდესაც ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება უზურპირებული, იქ დანარჩენი სხვა უწყება სახელმწიფო ინსტიტუცია არის წმინდა ფორმალობა და წმინდა ფორმალურად ქვია დღეს საკონსტიტუციო სასამართლო, თორე ჩვენ ვიცით გადაწყვეტილებები რეალურად სად მიიღება. ამიტომ მე ამ საკონსტიტუციო სასამართლოს მე განსაკუთრებული მოლოდინი არც მქონია, არც მომავალში მექნება. თუ ჩვენ გვინდა ინსტიტუციებისგან მართლა გქონდეს რეალური მოლოდინები, ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, რომელიც მოიტანს მართლა ინსტიტუციონალურ ცვლილებებს, მოიტანს მართლა სწორი თამაშის წესებს პოლიტიკაში, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ რევანშს, შურისძიებას და ქვეყანა ასე უნდა წავიდეს ევროპაში. ამას ითხოვს აქ გამოსული ხალხი. მადლობა, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი ბათუმელები არიან აქციაზე გამოსულები. გოჩა მჟავანაძეს ხედავთ, ჩვენად გოჩა, რო გვითხრა ბათუმის აქტიურობის შესახებ და რა არის თქვენი თავარი სათქმელი? ანუ თელი რეგიონი არის გარეთ, აპროტესტებს ევროკავშირის მიმართ აღებული გეზზე უარისხმას, ჩვენ ისტორიულ მისიას არ დავთვალთ, ვიბრძოლეთ ბოლომდე და დარწმუნებული ვართ, რომ შედეგს მივიღებთ და მინდა მოუწოდო ყველა ჩვენს ყოფილ ჩვენს მეგობრებს, მეზობლებს, მშობლებს, რომ გამოდით ქუჩაში, დადეკით, ვიბრძოლოთ ერთად და მივახციოთ, დავიბრუნოთ ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შანსი და არ დაუთმოთ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს და მის ხელის ბიჭებს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ოდისგანვე დემოკრატიული, ევროატლანტიკური კურსის ერთგული, ჩვენს ქვეყნით არის საერთაშორისო საზოგადოება
საზოგადოება ჩვენს გვერდით არის მოქალაქეების უმრავლესობა და უმცირესობა, რომელმაც არათავისუფალ და არასამართლიან გარემოში ხელთ იგდოს და ლაუბრება, მოახდინა უზურპაცია ხელისუფლების ჩვენ არ უნდა დავთმოთ ეგ და უნდა დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ხალხს, მივახციოთ რიგგარეში არჩევნებს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში შევარჩიოთ კოალიციური მთავრობა, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპაში მის ისტორიულ წიაღში და მის ისტორიულ გზას დაუბრუნდება. სხვა გზა ფიზიკურად არ გაგვაჩნია, ამიტომ გამოდით გარეთ, დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე საქართველოს გაუმარჯოს. მადლობა. როგორც იცით, ბათუმში 3 კვირაზე მეტია სტუდენტები გაფიცულები არიან. ერთ-ერთი ლექტორი შევნიშნე დღეს აქ აქციაზე, ქალბატონოია, რომ მითხრათ თქვენი კომენტარი ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გეთანხმებით, ჩვენ ლექტორ მასწავლებლები, ჩვენ სტუდენტებთან, მოსწავლეებთან ერთად, მშობლები, შვილებთან ერთად დგავართ აქ, რომ ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ კომენტარი იყო დღეს, რომ მალე დაიგლებიანო, ჩვენ არ დავიგლებით, არ დავიშლებით, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ სამშობლო სიყვარულისთვის, ჩვენ ვართ აქ ვართ ევროპული დასავლური ღირებულებებისთვის, ჩვენ აქ ვართ ჩვენი მომავლის დასაცავად. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება დაიღალოს სამშობლო სიყვარულში და ზოგიერთი მეუბნება, რომ არ არის დრო. ახლა არის დრო. მე ვერ დაუტოვებ და ჩვენი თაობა ვერ დაუტოვებს ჩვენ შვილებს პრობლემას. ჩვენ ეს საქართველოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა 9 აპრილის გმირება, ჩვენ მამშობლებმა, ჩვენ ვალდებული ვართ იგივე გზა გავაგრძელოთ და მომავალ თაობას რომ კონდეს მათ წარმატებული, ბედნიერი, მშვიდობიანი, ღირსეული მომავალი. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველა ბათუმელს, მთელ საქართველოს ყველა ქალაქს, რომელიც დგას ჩვენს გვერდით და იზიარებს ამ პოზიციას. ძალა ერთობაშია, ჩვენ გავიმარჯვეთ, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. მადლობა. აი ახლა მე კადრში მინდა გაჩვენოთ აქციის მონაწილეები, მათ გადაკეტილი აქვთ ბათუმის ცენტრალური მაგისტრალი, ბათუმის შემოსასვლელი. როგორც გითხარით, მე-6 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბათუმში საპროტესტო აქციები. დღეს დილით 12 საათზე ბათუმის მთავარ მოედანზე, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ საჯარო სკოლის და კერძო სკოლის მოსწავლეები. მათ გააცდინეს საგაკვეთილო პროცესი და აცხადებენ, რომ არ დაუთმობენ ქვეყანას ქართული ოცნების პოლიტიკას, ისინი შეეწინააღმდეგებიან, რადგან მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა არის საქართველო ევროპულ გზაზე. რამდენიმე წუთის წინ, როგორც გითხარით, აქციის მონაწილეები იყვნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. აქციის მონაწილეებმა შემოიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბიძინა ივანიშვილის ფიტული და დაწვეს.